რა თქმა უნდა, არაფერი საერთო ამ პროცესს არ გააჩნია ქართულ მოქალაქესთან, მის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებასთან, იმ გამოწვევებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს, რიგით ადამიანებს ამ ქვეყანაში, და აი როგორ შეიძლება ამ ხალხმა, რომელიც 732,000 ლარი აქვს, მაგ კაცს დახარჯული თავის ცოლთან ერთად, ზუსტად 732,035 ლარი თუ სწორად მახსოვს, ხო? მარტო საკიდლებზე. აქ შედის უძრავი ქონება და სხვა კიდე დანახარჯები, არც ვილები, არც ლონდონი, პარიზი, ბერლინი და ასე შემდეგ, ხო? აი, ხალხისთვის რომ უნდათ რაღაცა ნოვოსიბირსკი და ირკუტსკი და უბედურება, ხო? თვითონ ხო არიან კომოს ტბაზე კარგად, ხო, წამოპლაკული, ხო? აი ეს არაფერი არ შეიძლება იყოს და ვერ შეიძლება იყოს რაიმე შემხებლობაში ქართველი ხალხის გამოწვევებთან, სადაც რა ხდება, ხო? პენსიონერს აქვს 400 ლარი, რომელიც ალბათ რამდენიმე დღეში დაეხარჯება, რამდენიმე დღეს თუ გაძლო, გააჩნია ზოგიერთ პენსიონერს იმდენი წამლის მიღება უწევს, რომ 400 ლარი არ ყოფნის წამალსაც კი, აი წამლის გარდა რომ არაფერი არ მიიღოს, არც რომ ჭამოს და გადარჩეს, არც რომ ტრანსპორტზე დაჭირდეს, არც კომუნალურზე დაჭირდეს, მარტო წამალსაც არ ყოფნის ხშირად ამდენი რესურსი, ხო, 400 ლარი. და ამ დროს ხალხი, რომელიც რეალურად არიან უბრალოდ გამაძღარი და კიდევ იპარავენ აი ამ პენსიონერების ფულს, აი ამ ბავშვების ფულს, რომელთაც შეად და ყოველი მეოთხე ბავშვი ამ ქვეყანაში არის მშიერი კლავაც. და მე ეს არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი თემა და ყოველთვის ვიყენებ ყველა შანსს რომ ახსენო. 2019 წლიდან ვცდილობ რომ გავამახვილო ყურადღება ამ თემაზე. ჯერ კიდევ მანამდე სანამ არსებობდა ლელო, რომელიც წევრიც დღეს ვარ და ლელოდანაც აი 6 წლის განმავლობაში. იცით რა პასუხს ვიღებდით ხოლმე? არ გვაქვს რესურსი. ანუ იმისთვის რომ ყოველი მეოთხე ქართველი ბავშვი არ შემშილობდეს და იზრდებოდეს სრულფასოვნად, იღებდეს იმ მინერალებს, რომელიც ბავშვის გაზრდა სჭირდება, ამისთვის არ გვაქვს ფული. მაგრამ იმისთვის რომ ხელფასებს იმატებენ ამისთვის არის იმისთვის რომ პარლამენტარს ჰქონდეს 13,000 თუ 14,000 ლარი ხელფასი. დიახ, იმისთვის რომ მინისტრებს ჰქონდეთ 14,000 ლარი ხელფასი და კიდევ ზედ დამატებით მიქონდეთ მილიონები, რასაც უკვე თვითონ აღიარებენ. სახლებში ელაგოთ. თვითონ აღიარებენ, დიახ, სეიფში უდავთ 7, 9 და კიდევ მეტი მილიონი, რომ რამდენი აქვს აღებული ხო ვიცით, ხო? იმისთვის რომ ტყეები გადაუფორმონ საკუთარ ცოლებს, იმისთვის რომ ყველაზე კარგი მანქანები ყავდეთ, ჩვენი ფული თუ ისე ყავდეთ, ხმეთმა ხელი მომართოთ, ხო? ჩვენი ფული ყველაზე კარგი მანქანები, ყველაზე კარგი სასახლებო. ამისთვის არის ფული, მაგრამ ქართველი ბავშვი რა შემშილობდეს, მაგისთვის არ არის. ქართველი პენსიონერი რომ ამ დღეში იყოს, არ არის. კი, და რაც უფრო გახარიბდება მოქალაქე, რაც უფრო მეტი იქნება სოციალურად დაუცველთა სიაში, ეს მათთვის რაღაცნაირად ძალაუფლების შენარჩუნების წყაროდ იქცა თითქოს და მათ პერიოდში გაიზარდა აქვე ვთქვათ, ხო, 800,000 ადამიანი არის. ნამდვილად. მათ პერიოდში არნახულის და არის სიხარებენ ბატონო გრიგოლ იმ საგარეო პოლიტიკით თუ ამას საერთოდ საგარეო პოლიტიკა შეიძლება დაერქვას, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და აი სწორედ ახლა გავრცელდა ინფორმაცია მე ჰელსინკის კომისიაზეც აუცილებლად უნდა კითხოთ, მაგრამ რიკარდ ჟოზუიაკი წერს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. წინააღმდეგი წავიდა, როგორც მოსალოდნელი იყო ორი ქვეყანა, ეს არის სლოვაკეთი და უნგრეთი. გადაწყვეტილება ძალაში შევა მარტიდან და მარტიდან ამოქმედდება სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, დღესვე ჰელსინკის კომისიაში ვიცით შეერთებულ შტატებში არის მოსალოდნელი განხილვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება ჰელსინკის კომისიის ხდომაზე, რომ ყველამ თავის ეპშტეინს მიხედოსო, აი ასე შეუთვალა ჰელსინკის კომისიის წევრებს და გამომსვლელებს. აი ეს მოცემულობა ბიძინა ივანიშვილს რამდენად ძვირი დაუჯდება და რამდენად მალე ზუსტად აი მილიონერებს და მათ მფარველს და აი ქვეყანაში მართლა გვაქვს შექმნილი რომის რესპუბლიკის ტიპის სიტუაცია, ხო, სადაც ულტრა მდიდარი კი არა, ულტრა მდიდარი ოლიგარქატი, რომელიც ჩვენს ხარჯზე გახდა თან და არა საკუთარი ნიჭით, უმეტეს შემთხვევაში ზოგიერთი არის, რომ რაღაც თანხა უკვე ქონდა თქვა, ხო, რაღაც კაპიტალი დაგრებული, რაღაც ბიზნესი და შემდეგ, მაგრამ ძალიან ბევრი მათგანი ჩვენს ხარჯზე წურბელებებით იკვებება. აი რომის რესპუბლიკას მაგონებს ხომ ძალიან ხშირად, როდესაც რამდენიმე ათეულ მართულ პირს ჰქონდა უფრო მეტი სიმდიდრე ვიდრე დანარჩენ 99%. აი ამ სიგიჟეში ვართ. და აი ამ სიგიჟის ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე ნაბიჯი გადადგმულიყო იქითკენ, რომ დასტაბილურებულიყო პოლიტიკური ვითარება, შემოსულიყო მეტი ინვესტიცია, არ ყოფილიყავით სამარცხვინო ჭაობა და წუმპედ გადაქცეული, რომელშიც ეგრე ჯეიდი ვანსი არ ჩამოვიდა. და ჩვენ ვხედავთ რა, ხო, ესეც უნდა ვახსენოთ, ხო, ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთი იღებს იმ ტიპის შეთანხმებას, მათ შორის ესე იგი ატომური ენერგიის განვითარების თვალსაზრისით, რაც არის კრიტიკულად
მნიშვნელოვანი. იგივე სომხეთი იღებს მაღალი ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურის საერთოდ ახალ მეორეს უმთქვას, ასე ვთქვა, რომ ის გახდება საბადო, ხო, რაღაცა ანკლანი განვითარების, ხო? არ ვახსებ ტრანზიტს, ხო? არ ვახსებ იმას, რომ აზერბაიჯანმა გააფორმა გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ის სტრატეგიული შეთანხმება, რომელიც ჩვენ გქონდა უკვე 2009 წლიდან მოყოლებული, ვიდრე აი ამ ქოცება არ დაგვაკარგინეს 2024 წელს საკუთარი ავიქმედებების გამო, ხო? ანუ ძალიან მარტივად ჩვენ ვკარგავთ ყველა პერსპექტივას, ჩვენს გვერდის ავლით ხდება ახალი სატრანზიტო უსაფრთხოების ლოგისტიკური და მშვიდობის ცენტრის ფორმირება და ჩვენ რჩებით და აი ქოცებს ალგო ჩვენ გარშე ვერაფერს ვერ იზამენ. აი ეს არის მაპატიეთ, მაგრამ ეს არის უდიდესი უვიცობა. თუ გონია რომ შენ ვინმე შეგეხვეწება უკეთ იცხოვრო. თუ გონია რომ ვინმე დაგელოდება აი უსწრაფესად განვითარებად თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში არავინ არ დაგელოდება. გადაგჯეგავს ისტორიის მარში. და ძალიან მარტივად დაიკავებენ შენ ადგილს. კი ბატონო, იმიტომ რომ აი ამ ეკონომიკურ მართლა უდიდეს დივიდენდებს, რასაც მიიღებს ახლა სომხეთი, თუნდაც ამას მოყვება უსაფრთხოების ქოლგა, ამას მოყვება მეტი შეერთებული შტატები, სომხეთსა და აზერბაიჯანში და კი ბატონო და ეს არის მშვიდობა და არა ის, რასაც ქართული ოცნება. აი ახლა სწორედ ეს პირო მაგალითად დამემატები და მშვიდობაზე რამდენს ვისმენთ, ხო ვთქვათ, რომ მშვიდობა არის თუნდაც ქოცური მონაპოვარი და ასე შემდეგ. და არაფერი ქოცებს არ გაუკეთებიათ იმისათვის, რომ მშვიდობა გამყარებულიყო და პირიქით ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მშვიდობა არ გაგვაჩნდეს. და მშვიდობა შეიძლება საფუძვლები. მშვიდობაზე მუშაობს ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც არის გენიალური ლიდერი, პირდაპირ ვიტყვი, გენიალური პოლიტიკოსი. და როგორი პოლიტიკური ღია მხარდაჭერაც ისეთი ტიპის მხარდაჭერა მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. სომხეთის, რომელიც იყო რუსეთის დანამატი პრაქტიკულად გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით. სომხეთში ხა ბევრს ეხსოვება, რომ ჩახვიდოდი სომხეთში რუსი მესაზღვრეები ხვდებოდნენ. მე რომ პირველად ჩავედი, მაგას შოკში ვიყავი, რომ რა უნდა რუსებს, რუსის ჯარს, ხო? არა, ეთნიურად რუსები, რუსეთის ჯარი ხაზზე გაუსვა. აი წლების წინ მე მაგალითად როცა ვიყავი, მართლა ერთი საბჭოთა რესპუბლიკას მოგაგონებდნენ ამ ჩავარდნილი ვითარება იყო ყველა კუთხით, ხო? ამას გრძნობდი, ხო? ეხლა ჩადიხარ ხდება სომეხი ჯარისკაცი, როგორც უნდა იყოს, სასაზღვრო პოლიცია, ინვესტიციები შედის 9 მილიონი დოლარის, ესე იგი თავდაცვის კონტრაქტია რეალურად, ხო? ნამდვილი მშვიდობა, რა თქვა ჯეიდი ვენსმა, თქვა ის რომ მშვიდობა შეიძლება მდგრადი განვითარება. მდგრადი მშვიდობა თუ არ არის მდგრადი ის არ გაქვს. ის არის ხთომილება. ხო, ანუ ან გაქვს ან არ გაქვს. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი ხთომილება. ეხლა ამ წელს შემთხვევით ასე არის, მადლობა ღმერთს ასე არის, მაგრამ წამით რამე რომ გადატრიალდეს, ასე აღარ იქნება. რატო? იმიტომ რომ არანაირი გარანტია არ გაგვაჩნია მშვიდობის. არანაირი საფუძვლები, არანაირი ფესვები ამ მშვიდობას არ გააჩნია. პირიქით, ყველაზე მოწყვლადები გავხდით, როდესაც რუსეთის პირისპირ ასეთი ბოროტი ოკუპანტი ქვეყნის პირისპირ რჩები მარტო დაუცველი შენი სტრატეგიული პარტნიორების გარეშე, ამაზე დიდი საფრთხე ომის და გადაყლაპის ნამდვილად არ არსებობს. და პირიქით, როდესაც არ განავითარებ შენ თავს, ხო? ანაკლიაზე ევროკომისიამ გუშინ წინ გამოსცა კიდევ ერთხელ დოკუმენტი, სადაც საუბარია პრიორიტეტად არის მოხსენებული ანაკლია, როგორც ევროკომისიის და მსოფლიო ბანკის გაფერადებული პრიორიტეტი, ხო? აი, color priority აწერია, ხო? და ეს ჩაძირეს ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეეწყოთ ასეთი ტიპის პროექტებისთვის, რაც განავითარებდა ქართულ ეკონომიკას, ეროვნულ უსაფრთხოებას, თავდაცვის უნარიანობას და რაც ქართულ სამუშაო ადგილებს შექმნიდა სამეგრელოში. ხო, ამიტომაც ადამიანებს ვარშავაში და ბერლინში გადახვეწა სამუშაოდ, იმიტომ რომ აგერ ზუგდიდთან გექნებოდა რამდენიმე 10,000 ადეკვატური კარგი დაცული, კარგი პირობების მატერიალები კიდევ ერთხელ რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ის ყველაფერი, რასაც ქართული ოცნება კიდევ ერთხელ პირდება მორიგ ჯერზე თავის ამორჩევლს, რომ თითქოს ისინი ალაგებენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, მამუკა მდინარაძე ჩავა იქ თუ დერეფანში ჯეიდი ვენს და მარკო რუბიოს ხელს ჩამოართმევს მიხეილ ყაველაშვილი. თუ კი არ იქნება პოლიტიკური ნაბიჯები გადადგმული, ეს ყველაფერი არის უბრალოდ ტყუილი, ასეა თუ არა ეს. ერთ მნიშვნელოვნად და მე დილითაც აღნიშნე ჩემს გამოხმაურებაში, არანაირი ილუზია იმისა, რომ რაიმე ტიპის სტაბილიზება და დალაგება მოხდება ამ ტიპის პოლიტიკის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეს არავის არ უნდა ქონდეს ეს ილუზია. ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპულ კავშირთან მოხდეს ნორმალიზება, არის პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა, რაც გულისხმობს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და რა საკვირველია ყველა პოლიტიკების გათავისუფლებას. არაფერი სხვა ამ ვითებას არ შეცვლის. კი ბატონო და ბოლოს ბატონ გრიგოლ ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ, აი ეს
დოკუმენტი, რომელსაც ლევან სანიკიძესთანაც საუბრობდით, ოპოზიციის რაღაც ერთიანობის დოკუმენტი, რომლის გაფორმებაც იგეგმება, იქნება თუ არა იქ ლელოს ხელმოწერა, რას აპირებთ თქვენ? ჩვენ ამ მომენტისთვის არ ვართ დაინტერესებული რაღაც ტიპის ოპოზიციურ ერთობაში ყოფნით, თუმცა და ეს კოლეგებმა იციან, ჩვენ ყოველთვის მუშაობთ საერთო საკითხებზე. მიზეზი რა არის? ხომ ვერ გვეტყვით რატომ არა? ნახეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ განვავითაროთ ისეთი ტიპის პოლიტიკური გეზი ყველამ ჩვენს ელექტორატთან, რაც ამ ქვეყანას დაიხსნის ბიძინას მარწუხებიდან. ამას ჭირდება ხალხთან მუშაობა პირველ რიგში. არ შეიძლება კოლეგებს, მე ყოველთვის ამაზე ვიყავი, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვეშლება, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი გონია ხშირად ყველაზე მთავარი პოლიტიკური რამ. მე არ მგონია ასე. მე მგონი, რომ ხალხთან ლაპარაკი და უბრალოდ აი მართლა ქუჩა-ქუჩა სიარული. მაგრამ ეს ძალების გაერთიანება პოლიტიკურ სპექტრში, ესეც ხო საზოგადოების დაკვეთა, იმ ელექტორატის დაკვეთა, ვისაც თქვენ დაკვეთა არის ერთიანი კოალიციური მთავრობის შექმნა და ჩვენ აქამდე უნდა მივიდეთ და უნდა შევქმნათ ერთიანი კოალიციური ხელისუფლება. რაც შეეხება სხვა ტიპის ერთობებს, იქამდე ჩვენ ამ ეტაპზე არ ვართ დაინტერესებული. ამ ერთობებით თანამშრომლობა თუ არჩევებამდე არ შეგიძლიათ არჩევების არა, როგორ შეგვიძლია ჩვენ გვითანამშრომლია არაერთხელ ლელოს უჩვენებია კოალიციური თანამშრომლობის მაგალითი. თვითონ ძლიერი საქართველოს კოალიცია, მაგრამ სხვა პარტნიორთანაც გვითანამშრომლია საარჩევნო კონტექსტებში იქნება თუ არასაარჩევნო კონტექსტებში იქნება 2021 წლის არჩევნები იქნება თუ რომელი. ამიტომ ჩვენ და ეს კოლეგებმა მე ვფიქრობ კარგად იციან, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დადებითი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც თავის თავში შეიცავს ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრებას.